გამარჯობა. ეს არის აზროვნების სახელოსნო. მე ვარ გიორგი ბარამიძე და ჩვენ მე მინდა დღეს გესაუბროთ თემაზე ვტყუი ვარ, ესე იგი ვაზროვნებ. მე მინდა მოგმართოთ ასეთი შეკითხვით, რომ გქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, ანდა შემთხვევები, როცა დარწმუნებული ხართ, რომ რასაც აკეთებთ, ან რასაც ამბობთ, არის სიმართლე და ბოლოს აღმოგიჩენიათ, რომ ეს სიმართლე არ იყო, არამედ იყო ტყუილი. სიმართლე რო გითხრათ, მე ასეთ მდგომარეობაში ხშირად ყოფილ ვარ და ჩემს შინაგან გამოცდილებაში არის უამრავი ჩანაწერი, ასე ვთქვათ, ამ მოვლენების შესახებ. ტყუილი, რა თქმა უნდა, სადაც ეს გაგება გვიჩნდება, ასე ვთქვათ, ჩვენ ცნობიერებაში, სადაც ყალიბდება ფიგურა, რომელსაც ვარქმევთ სახელს ტყუილი. ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, სიცრუეს, უკავშირდება უმართლობას და თავის საპირწონედ მოითხოვს და გულისხმობს სიმართლეს, მართალს. ანდა შეიძლება უფრო სწორი იყოს ვთქვათ იმგვარად, რომ თავის საპირწონედ მოითხოვს სიწრფელეს. ყოველ შემთხვევაში ადამიანურ ურთიერთობებში და იმ ურთიერთობებში, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროში ლაგდება, ასე ვიტყვი, ან არ ლაგდება, სიწრფელე არის ის გზა და ის საშუალება, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ აი ამ ფიგურებთან, რომელიც ჩემი ცნობიერების შიგნით არის, ჩემი შინაგან სამყაროში და რომელსაც ჩემი შინაგანი დამკვირვებელი აკვირდება და თვითმხილველი ხედავს, ჭვრეტს, აი სწორედ სიწრფელე არის ის მომენტი, რომელიც ტყუილს უპირისპირდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე ვცდილობდე, რომ თავი ავარიდო ტყუილს, მე ხშირად მიწევს ტყუილის თქმა, მაგრამ ტყუილი, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვანაირი. მაგალითად, აი კარგი ხანია უკვე, რაც მე ამ საუბრებს ვაწყობ, ვიღებ ვიდეოების სახით და ყველა ვიდეოს, ყველა საუბარს ვიწყებ ამ სიტყვებით, მე ვარ გიორგი ბარამიძე. აი ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რაც კი ამ ხნის განმავლობაში მე მithქვამს და თქვენ მოგისმენიათ. საქმე ის არის, რომ მე რომ გულწრფელი ვიყო და რომ მე რაღაცნაირად შინაგანად არ ვცდილობდი იმას, რომ დავმალო საკუთარი თავი, ხო, მაშინ მე ვიტყოდი, რომ მე ვარ გიორგი ბარამიძის გამოსახულება, არამედ მე გიორგი ბარამიძე კი არა ვარ, არამედ მე ვარ გამოსახულება იმ პირისა, ასე ვთქვათ, რომელსაც ქვია გიორგი ბარამიძე. ანუ ეს ტყუილი, რა თქმა უნდა, ჩემი
მოგონილი არ არის. ეს ასე ვთქვათ, ადამიანის საერთო ბუნებისთვისაც შეიძლება იყოს დამახასიათებელი და სწორედ ასეთი ტყუილი გამომდინარეობს და მომდინარეობს იმ მოვლენიდან, რომელიც ჩემს შტაბ-ჭრილებებში, შინაგან შტაბ-ჭრილებებში არის შენახული, აღბეჭდილი და რომელიც მე ერთდროს მისწავლია, მასწავლეს, რომ არათუ ცალკეულ ადამიანს, არამედ ადამიანთა გვარს, როგორც ასეთს, ან და მე ვიტყოდი ჩემი შინაგანი სამყაროს ყველა ბინადარს, რამდენიც ისინი ავლენენ, ასე ვთქვათ, ადამიანურობის ნიშნებს, ახასიათებს ერთი საერთო მოჩვენება, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, ასე ვთქვათ, ყველას ერთი და იმავე მოჩვენების საგნად გვაქცევს. აი ეს ერთი ისეთი მოჩვენებაა, რომელიც განაპირობებს ტყუილების მთელ წრიებს, მთელ ნაკადს და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აი ტყუილების უსასრულო ნაკადი, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროში არის გაშლილი და ხშირად გრძნობ თავს, რომ ეს ზღვა თუ ეს ოკეანე აი ამ ტყუილებისა მე უმალვე წამლეკავს, მაგრამ როგორღაც ხერხდება ის, რომ მე ვინარჩუნებ, თუ მეჩვენება რომ ვინარჩუნებ რაღაცნაირ, ასე ვთქვათ, მოქნილობას აი ამ ტყუილების წინაშე და ერთ-ერთი გზა ხერხი, რითაც მე ამას ვახერხებ, არის მე ასე მგონია, რომ ვახერხებ და მე ასე მგონია, რომ რითაც ვახერხებ, ეს არის სწორედ ის, რომ მე ვაკვირდები ამ მოვლენებს ჩემში, ჩემი შინაგანი დამკვირვებლისა და თვითმხილველის სახით. ვაკვირდები და არ ვაფასებ. ვცდილობ, რომ არ შევაფასო. თუ მე რაღაცაზე ვიტყვი, რომ ის არის ტყუილი, რა თქმა უნდა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რაღაც არის ტყუილი, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ის შევაფასებ. მაგრამ თუ მე მათ მიმართ ან მის მიმართ გამოვიჩენ გულგრილობას, განურჩევლობას, ანუ ასე ვიტყვი მძაფრად, რომ ისეთ პოზას მივიღებ, ასე ვთქვათ, შინაგან პოზას, რომ ეს ჩემთვის სულ ერთია, ან აი წინა ვიდეოს თემა რომ გავიხსენოთ, ან სულ ერთია, ან თითქმის სულ ერთია, ან თითქოს სულ ერთია, ვითომ და სულ ერთია. ეს ყველაფერი არის ვითომ და არა სინამდვილეში, თუმცა მე არ ვიცი სინამდვილე რა არის. უბრალოდ სინამდვილეს მე ამ შემთხვევაში ალბათ ვუწოდებ იმას, რაც ჩემ გამოცდილებაში არის ასე ვთქვათ, დაკავშირებული რაღაცნაირ ტკივილთან, რა თქმა უნდა, მე ახლა აქ არ გულისხმობ ფიზიკურ ტკივილს, მე გულისხმობ და არც სულიერ ტკივილს, იმდენად რამდენადაც მე ახლა მარტო არა ვარ, ასე ვთქვათ, ამ ჩემი შინაგან სამყაროში, ჩემთან ერთად ჩემი სხეულიც არის, ოღონდ მე არ ვიცი ჯერჯერობით რა არის ეს სხეული, თუმცა არც ვიცი რა არის სული და არც ის ვიცი თუ უნდა ვიცოდე
აი მაინც აუცილებელია ის რომ მე ეს ყველაფერი ვიცოდე. თუ ეს არის ის რასაც გული გრძნობს, ეს არის ის რასაც სხეული გრძნობს, ეს არის ის რასაც გრძნობს ის რაც მე მოიხსენიე ასე ვთქვათ სულად ან მოიხსენიე ზოგჯერ გონებად ან მოიხსენიე გონად ან და მოიხსენიე სხვა ასე ვთქვათ სხვა სახელებით რის საშუალებასაც მე მაძლევს და რის უფლებასაც მაძლევს მე ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და ჩემი თვითმხილველი. აი დამკვირვებლის ამბავი რთული ამბავია. ანუ დამკვირვებელი სწორედ არის ის ვინც შეიძლება იყოს ის ვინც განაპირობებს ანუ ტყუილის არსებობას საერთოდ ტყუილის არსებობას იმდენად რამდენადაც როცა ეს დამკვირვებელი რაღაცა მოვლენას გამოარჩევს და აკვირდება ჩემს შინაგან სამყაროში ამით მე აგერ ჩემი ესე იგი შინაგანი ანუ თვითმხილველი მე მეუბნება და მაფრთხილებს რომ აი ნახე არ არის სანდო ეს დამკვირვებელი იმიტომ რომ როგორც კი ის რაღაცას დააკვირდა ხო ამ დაკვირვებით შედეგად ანუ დააცქერდა ანუ ახლორე დააცქერდა ანუ მზერა მიაპყრო ამას ხო ამ რაღაცა მოვლენას ხო იმ მოვლენა ბუნება შეიცვალა ის მოვლენა აღარ არის ის რაც იყო და უშუალოდ მანამ ვიდრე მას დააკვირდებოდა ჩემი შინაგანი დამკვირვებელი მაგრამ რა კი მე არ ვიცი ან არ მიგძნია ვერც ვჭვრეთ იმ ამბავს რომ თუ როგორი იყო ეს მოვლენა ვიდრე ეს შინაგანი დამკვირვებელი მას დააკვირდებოდა მე სხვა საშუალება და სხვა გზას ჩემში ვერ პოვლობ გარდა იმისა რომ ყურად ვიღო აი ამ სიტყვას გამოვიყენებ ყურად ვიღო ის რასაც მეუბნება ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და რასაც მეუბნება თვითმხილველი ჩემი შინაგანი თვითმხილველი ამ შინაგანი დამკვირვებლის შესახებ მაგრამ დამკვირვებელიც რა თქმა უნდა თავის მხრივ ვალში არჩება თვითმხილველს და ასეთ რამეს მეუბნება რომ აი რის თვითმხილველია ეს თვითმხილველი რა იხილა მან რა იხილა თვითმხილველიც ნიშნავს იმას რომ მან მზერა მიაპყრო რაღაცა აი რა ქვია მოვლენების ნაკადში გამოარჩია რაღაც წერტილი და ამ წერტილის ასე ვთქვათ ის რაც ამ წერტილის ხილვის შედეგად მიეცა გადმომცა მე ანუ მე აი ამ ორ ასე ვთქვათ უკიდურესობას შორის ვარ და სულ უფრო და უფრო მიმტკიცდება რა ქვიან რწმენა თუ ფიქრი იმის შესახებ რომ ერთიც ტყუის და მეორეც ტყუის და რაც თავარია ტყუი ვარ მე ხო ანუ ჩვენ სამი თუ ტყუი ვართ ხო მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი საშუალებით ეძლევა რაღაცა ასე ვთქვათ იხსნება უпростоრად განზომილებები რომელშიც ვცდილობ ჩემი მიკროკოსმოსი ეს უსასრულო მიკროკოსმოსი რომელიც ჩემშია დავაკვირდე მას ხო და ერთი ცნობილი ფიზიკოსის პერიფრაზს გავაკეთებ ახლა ამ ჩემი შინაგან სამყაროში მეუბნებიან მარტონებენ რომ არსებობს ისეთი უბნები უამრავი უთვალავი ისეთი უბნები რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და ერთმანეთს არ ელაპარაკებიან თუ ვერ ელაპარაკებიან არა იმიტომ რომ
გამოტულები არიან ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთთან არაფერი არ ესაკრება. ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და მე მიჩნდება ასეთი შტაბეჭდილება და თითქოს ეს ყველაფერი რაც ხდება ჩემს გამოხდება და ჩემთვის ხდება. მაგრამ თუ დავაკვირდები ეს გზნობა მიქარწყლდება, იმიტომ რომ არაფერი ჩემთვის საბოლოო ჯამში არ ხდება. ხდება თავისთვის, ყველაფერი რაც ხდება თავისთვის და მე კიდევ ვარ ჩემთვის, ოღონდ მე ამ სიტყვას რომ ვამბობ ჩემთვის, ბუნებრივია აქაც ტყუილს ვერ ავწდები, აქაც ვიტყუები, იმიტომ რომ მე არ ვიცი საერთოდ მე როგორც ასეთი ვინა ვარ, ხო? ეს ბევრჯერ აღნიშნე მე ჩემს საუბრებში და კიდევ მომიწევს ბევრჯერ ამის თქმა. რაც მე მრჩება ამ ასე ვთქვათ მდგომარეობაში, ამ ვიტყოდი ასე, ამ ესე იგი ქაოსის მდგომარეობაში. ეს ქაოსია ეს მდგომარეობა, იმდენად რამდენადაც ეს საბოლოო ჯამში თუ ტყუილების ერთობლიობა, ასე ვთქვათ, ხო? რა თქმა უნდა, ტყუილი წესრიგთან, ყოველ შემთხვევაში ჩემი წინა გამოცდილებით მე წესრიგთან ამას ვერ ვაკავშირებდი, მაგრამ ახლა იძულებული ვხდები, რომ მე ვისწავლო ჩემი წარსული გამოცდილებების გადააზრება და შეიძლება მე წავიკითხო, ასე ვთქვათ, ტყუილი პოზიტიურად წავიკითხო, ანუ ტყუილი, რომელიც აქამდე ჩემთვის იყო ცუდი რეპუტაციის მქონე, ცუდი სახელი ჰქონდა მას ჩემთვის და ჩემს გამოცდილებაში, რაც კი ცუდი, კარგი, რა თქმა უნდა, ახლა აქაც ტყუი ვარ, ანუ ამ ტყუილს მე, იმიტომ რომ არანაირი ასეთი ცუდი და კარგი და რაღაცა ამ სივრცეში, რომელზეც მე მაქვს საუბარი, არ არის, ასეთი რამ არ არის, ეს უკვე მსჯელობის, ასე ვთქვათ, სფეროში შემოტანა იმ მოვლენების, რაზეც მე მინდა ვისაუბრო და სადაც არის მსჯელობა, სჯა, რა თქმა უნდა, იქ ამდენხანს ასე ვიცოდი, რომ სწორედ იქ არის აზრი, ხო? მაგრამ თუ ეს სჯა არ ხდება და ჩემს განცდაში, ჩემს შინაგან გრძნობაში ყველაფერი აღიქმება როგორც ტყუილი, როგორც მოჩვენება, საერთო მოჩვენება, საერთო ადამიანური მოჩვენება, ადამიანის გვარისთვის დამახასიათებელი მოჩვენება, მაშინ ისე იგი ერთადერთი, ასე ვთქვათ, ერთადერთი რაც შემიძლია მე ვთქვა, არის ის, რაც მე ამ საუბრის სათაურად გამოვიტანე. ანუ ვთქვი ვარ, ესე იგი, მაშასადა მე ვაზროვნებ, ხო? ანუ აზროვნება და ტყუილი ყოფილა ერთი და იგივე. ხო? ერთი და იგივე ყოფილა აზროვნება და ტყუილი. ხო? ამით, ესე იგი, რას მივაღწიეთ ჩვენ? რა თქმა უნდა, ვერაფერს. იმიტომ რომ მიღწევა, რაიმეს მიღწევა ამ სფეროში და ამ სივრცეში, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, მინდა ყოველ შემთხვევაში ვისაუბრო, აქ არც არის ასეთ რამეებზე საუბარი. მიღწევა, რა ქვიან, დაუშვათ მარცხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ აქ არის მზაობა იმისთვის, ალბათ მე ასე ვფიქრობ, მზაობა იმისთვის, რომ ჩვენ და ეხლა სანამ ახლა ვიტყოდე ამ აზრს ბოლომდე განვავითარებდი რისი თქვაც დავიწყე, მანამდე მინდა გავიხსენო ჩემს მიერ წინა საუბრებში ნახსენები შინაგანი ხატვარი და შინაგანი მწერალი და ახლა მინდა ამას დავუმატო, ანუ ჩემმა გამოცდილებამ მომაწოდა მე ეს უკვე სხვა თვალით რო შევხედე ამ გამოცდილებას,
მე ამოტივტივდა ეს თურმე სადღაც ჩემს გამოცდილებაში ასეთი რამე არსებულა და მე ამდენხანს ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ეს არის შინაგანი მთხრობელი. რა თქმა უნდა, მეც გამიკვირდა, როცა ეს გავიგე, გამიკვირდა, რომ ეს ამდენხანს არ ვიცოდი, ასე დაუცვი ჩემ თავში შეკითხვა, მაგრამ რა კი არ ვახსენე და არ დამხსენებია, ესე იგი არც არსებობდა ის ჩემთვის, ხო? მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი ამბავია. ანუ შინაგანი მთხრობელი რომ ყოფილა თურმე ჩემს შინაგან სამყაროში, ეს არის არსებობს თუ არ არსებობს, მე ასე კიდეც არსებობს, კიდეც არ არსებობს, მოდი ასე ვიტყვი და ეს აი ერთი ჩვენი ძველი ქართველი რა ქვია მწერალი მოაზროვნე ამბობდა რომ ეს არის რა მიდმოგონებაი ხან დაუშვათ ერთ მხარეს არის ხან მეორე მხარეს არის ხან არსებობა ხან არ არსებობა და ეს მიდმოგონება რომელიც ახლა არ არის ისეთი რთული ტერმინი რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს იმდენად რამდენადაც ჩვენ თუ ამ სიტყვაზე არა მიჩვეული ვართ რა ქვია სიტყვაზე მიდამო ხო მიმო აი ეს ქართული მიმო ეს ძალიან ღრმა რამ არის ახლა მე არ მაქვს საშუალება ახლა იმ ფორმატიდან გამომდინარე რომელიც ჩემ თავს მე დაუწესე თორა არავის ჩემთვის არ დაუწესებია ამ საუბრის ფორმატში მე უფრო განვავრცო ეს შეხედულება და ვთქვა რომ თუ საიდან მოდის ეს გაგება და ასე შემდეგ ჩაუღრმავდი ამას და კიდევ დავახვაო ტყუილების ასე თითქოს ისედაც არ მოყოფნიდეს რომ ამდენ ტყუილს ვამბობ ხო ტყუილის ასე ვთქვათ ჭურჭურტანაში უფრო ჩავიხედო ხო უფრო კარგად რო გავარკვიო იქ თუ რა ხდება თუ რას ვხედავ და ვინ მხედავს მე იქედან ანუ ტყუილის მეორე მხარიდან ვინ იყურება ჩემკენ ხო იმიტომ რომ ტყუილის მეორე მხარეს მე ერთი ძველი ასე ვთქვათ გამოცდილება რომელიც ასევე ჩემში მოვიძიე მეუბნება რომ ტყუილი არის მართლის სიმართლის სიწრფელის რა ქვია მეორე მხარე სხვა მხარე უბრალოდ მეორე არ იქნებოდა სწორი იმდენად რამდენადაც მხარე მარტო ერთი და ორი არ არსებობს არამედ უთვალავი ხო და ერთ-ერთი პირობითად მეორე მხარე ხო მეორე მხარე აქ არის სიმართლე ხოლო სიმართლის მეორე მხარე არის ტყუილი ხო არა მართალი ასე ვთქვათ ხო უფრო ფართო მნიშვნელობას თუ ავიღებ ნუ ეხლა ეს ასეთ მსჯელობებში მე აღარ შევალ უბრალოდ ვიტყვი იმას რომ ტყუილს მეუბნებიან აი სამი მომენტი მინდა რომ გავარჩიო ჩემში რაც ხდება ჩემი თვითმხილველისა და ჩემი შინაგანი დამკვირვებლის სახით ხო მათი საშუალებით მინდა ეს გავარკვიო ანუ ერთია ტყუილი რომელსაც მეუბნებიან და ამბობენ საერთოდ ტყუილებს ამბობენ შეიძლება მე არ მეუბნებოდნენ მაგრამ მე როგორც კი მასზე შევაჩერებ ზერას ასე ვთქვათ ჩემი შინაგანი დამკვირვებლების თუ თვითმხილველის საშუალებით ის უკვე ჩემ დამითქმულად აღიქმება მე თითქოს მე მითხრეს ეს ხო აი ეს ტყუილი მე მომიყვნენ ასე ვთქვათ ხო მეორე მომენტი რომელიცაც მინდა ყურადღება გავამახვილო ეს არის რომ თვით ტყუილი ანუ როცა საკუთარ თავს ეუბნები ტყუილს ანუ აი ასეთი ტყუილებიდან არის ნაკსოვი თლიანად ჩემი ყოფნა საკუთარ თავს ეუბნები ტყუილს ხო ეს უთვალავი ტყუილია ასეთი ჩემში ხო და მე მას თუ არ
მიუშვი მასზე ჩემი ცნობიერების ნაკადი და თუ არ გამოვაღვიძე ის, ხო? ეს ტყუილები ისე გამრავლდებიან, რომ უბრალოდ მე ადგილი აღარ დარჩება ჩემში. სადაც შემეძლება თავის მიდრეკა, ხო? ერთადერთ ადგილას კუთხეში სადღაც რომ შევძლოს სულ თქვა ტყუილის გარეშე, ხო? თუ არა მაშინ ის სიცარიელე რომელზეც საუბრობი წინა საუბრებში ასე ვთქვათ, ხო? მაშინ ის სიცარიელე აღსებული ყოფილა ტყუილებით არის სავსე, ხო? და აზრი, რა თქმა უნდა, აზრი თუ კი ის რაიმე არის საერთოდ ამ მდგომარეობაში ის არის, რა თქმა უნდა, ტყუილი. აზრი არის ტყუილი და მე ვაზროვნებ მაშინ, როცა ვტყუი. აი ეს არის ის რაც მე გამოვიტანე ამ მდგომარეობიდან დასკვნა, მაგრამ ეს დასკვნა არ არის რაღაცა უფრო გზნობა, ვიგრძენი ეს დასკვნა არ არის. დასკვნა და გადაწყვეტილების მიღება და ასე შემდეგ, აქ არაფერ შუაში არ არის, აქ მოსატანი არ არის. ხო? იმიტომ რომ და მე ვგზნობ, რომ აი როცა ვტყუი ვარ, ეს ისე იგი იქნება ისეთი მდგომარეობები ჩემში, რომ როცა ვტყუილს ვამბობ, არა, მაშინ გრძნობ, რომ რაღაცა ცოცხალია ჩემში. ანუ მე ვცდილობ, რაღაცას ვცდილობ, რაღაცის მიგნება მინდა, მწყურია და ვისწრაფი, ასე მგონია, ასეთი განცდა მაქვს, რომ აი ეს ბიძგი მომცა სწორედ ტყუილმა, ხო? როცა მაგალითად მე ვამბობ, რომ მე ესეც ტყუილის თქმა სურვილის აღსრულებასთან არის დაკავშირებული, შესრულებასთან. როცა მე ვამბობ მაგალითად, რომ მე რა ქვია, ეს რაღაცა გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად, თავისუფლად და არავის ჩემზე ზეგავლენა არ მოუხდენია. რა თქმა უნდა, ეს ჩემი სურვილია. მაგრამ ეს შეიძლება არც ერთ შემთხვევაში არ იყოს ისე როგორც ეს ამის ქმელს სურს რომ იყოს, ხო? მე უნდა კი არა და მე ესე იგი მეძლევა ასეთი გზნობა, რომ დავაკვირდე კარგად თუ ჩემი შინაგანი მთხრობელი სად იწყებს ტყუილის თქმას და რა მოტივით აკეთებს ის მას. შე შემთხვევაში მე დამიჭერია ჩემი თავი იმაზე, რომ აი ამას ის აკეთებს ახალი სამყაროს შექმნის მოტივით, ასე ვთქვათ. ახალი შექმნის მოტივით, ახალი შექმნის მოტივით. და მესამე მომენტი ტყუილში ეს არის, როცა არავინ არ გაიძულებს რომ ტყუილი თქვა, ხო? მაგრამ როცა შენ იტყუებ საკუთარ თავს, თუ ასეთი რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს, ხო? ვიტყუებთ საკუთარ თავს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენს მიმართ განხორციელებული, ჩემს მიმართ, ჩემს შინაგან სამყაროში, ჩემს მიმართ განხორციელებული ასე ვთქვათ, ცდილობები, ავიზრახების ცდილობები, რომელსაც მე ვგრძნობ, ხო? იმიტომ რომ გითხარით, რომ აი შინაგან სამყაროში ეს ფანტომის ფანტომები და ასე შემდეგ, ესენი რა ქვია, მკვლელებიც არიან, ესენი რა ქვია, ძარცველებიც არიან, ყაჩაღებიც არიან და ასე შემდეგ, ხო? მე მაქვს აი ასეთი ეთყობა ტაქტიკა, გამომნუშავდა ასეთი ტაქტიკა, რომ მე რაღაცას უნდა წაუყრო, ანუ თავი მოვიტყუო იმისთვის, რომ თვით გადარჩენა გავინაღდო, ანუ გადავრჩე. ჩემს შინაგან სამყაროში, ჩემს გადარჩენაზეა საქმე, ხო? ჩემს გადარჩენაზე, რომ მე არ დავიღუპო. აი ამაზეა საუბარი, ხო? და ეს ტყუილები, რომელიც აქ დაგროვდა, მე მაქვს ასეთი
განწყობა, რომ ეს გადავიტანო შემოქმედების სივრცეში, ასე ვთქვათ, ხო? შემოქმედების სივრცეში, ანუ კრეატიულობის სივრცეში და დავაკვირდე იმას, თუ როგორ იქმნება როგორ ქმნის ტყუილი ახალ სამყაროს. აი თუ თქვენ ასეთი რამ გიგრძნიათ, მაშინ შეგიძლიათ მომწეროთ ეს კომენტარებში და ამასთან არ დაივიწყოთ ის, რომ ჩემი თხოვნა, რომ გამოიწეროთ ეს არხი YouTube-ზე. მადლობა.